გამარჯობა, მე ვარ გიორგი, ArcFix-ის დამფუძნებელი და დეველოპერი და დღეს წარმოგიდგენთ ArcFix BioQ-ს, რომელიც არის არქიტექტურული პროექტების ხარჯთაღმრიცხველი, თუმცა დღეს გავარჩევთ ისეთ ფუნქციებს, რაც დღეისთვის გვაქვს, ხარჯთაღრიცხვის ფუნქციაზე მიმდინარეობს დეველოპმენტი და მალე იქნება. პირველ რიგში უნდა გავიაროთ ავტორიზაცია, შეგვიძლია პირდაპირ Gmail-ით გავიაროთ ავტორიზაცია. ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია, რაც ჩვენს პროგრამას აქვს, არის ციფრული სამშენებლო მასალების ბაზა. აქ თქვენ შეგიძლიათ დაათვალიეროთ უფასო აკაუნთით მთლიანად ჩვენი ბაზა, სადაც ამ დროისთვის 31000 მასალა არის სხვადასხვა მომწოდებლებისგან, სადაც შეიცავს მონაცემებს, ლინკებს, მომწოდებელს და რაც მთავარია, რა ღირს ეს მასალა დროის რამ ნაწილში. მაგალითად, აქ შეგვიძლია ცემენტის ფასი ვნახოთ, ამ დროს რა ღირდა და ამ დროს რა ღირდა. შეგვიძლია გადავიდეთ სადმე სხვაგან და ვნახოთ სხვა ელემენტი, მაგალითად ეს დღევანდელი დღე არის და დღეს ეს 70 ლარი ღირს. ასევე თქვენ შეგიძლიათ Excel-ის ფორმატში გადმოიწეროთ მთელი ეს მონაცემთა ბაზა. ამისთვის თქვენ დაგჭირდებათ პრემიუმ აკაუნთი, ანუ დათვალიერება შეგიძლიათ მთლიანად ბაზის უფასო აკაუნთით და თუ Excel-ში გადმოწერა გსურთ, უნდა შეიძინოთ პრემიუმ აკაუნთი. ახლა გაჩვენებთ დაახლოებით როგორ გამოიყურება ეს გადმოწერის შემდეგ. გადმოწერის შემდეგ შეგვიძლია დავათვალიეროთ ეს Excel-ის ფაილი. როგორც ხედავთ, აქვს დასახელება, კლასი, სიგრძე, სიგანე, სისქე, ერთეული, ფასი. ანუ ეს ერთეული ნიშნავს, რომ ყოველი კუბური მეტრი ღირს ამდენი, ყოველი ცალი, ფისიანი ცალი ღირს ამდენი. სიგრძე, სიგანე, სიმაღლეები ცალკე არის გამოტანილი. მოკლედ, რა ინფორმაციის ამოღებად შეიძლება ესე, რომ პროგრამამ შეიძლება ამოიღოს და დაახარისხოს, მაქსიმალურად არის დახარისხებული. არის ასევე მითითებული მომწოდებლები. ასევე ჩვენ გვაქვს Revit-ის მხარდაჭერა. შეგიძლიათ Revit-ის გვერდზე გადახვიდეთ და გადმოწეროთ პლაგინი. გადმოწერის შემდეგ პირდაპირ ვაინსტალირებთ. და შემდეგ ხსნით Revit-ს. Add-in-ის ტაბში რომ გადავალთ, აქ ვიხილავთ ArcFix-ის ორ ღილაკს. ერთი არის პროექტის გაგზავნა, რომელზეც ახლა დეველოპმენტი მიმდინარეობს. პროექტის გაგზავნით იქნება შესაძლებელი პირდაპირ Revit-დან ხარჯთაღრიცხვის გაკეთება. და მეორე არის მატერიალის იმპორტერი, საიდანაც შესაძლებელი იქნება მატერიალების იმპორტი ArcFix-ის დატაბაზიდან Revit-ში. მაგალითად, აქ უკვე გვაქვს გადმოწერილი მატერიალები. შეგვიძლია მაგალითად გავაკეთოთ ბეტონის, ცემენტის, ბლოკის იმპორტი. დავაჭერთ OK-ს და სამი მატერიალი შეიქმნა. მატერიალის ნახვა შესაძლებელია Revit-ის მატერიალებში. აქ ხედავთ, რომ ჩვენი შემოტანილი მატერიალები შექმნილია. ასევე ArcFix-ის მატერიალები ისე არის, უმეტესი ნაწილი მაინც დაპროგრამებული, რომ Revit-ში ნორმატიულ პატერნებსაც ანიჭებს. და ინფორმაციას მაქსიმალურად ავსებს, რისი წამოღება შეიძლება. ჯერჯერობით სულ ეს არის. დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით აქ მოცემულ არხებზე. მადლობა ყურადღებისთვის.